სოფლებს კარგახანია აღარ ამარეკებენ. სოფლებში გზები რომ ჩაიკეტება, ავადმყოფი თუ თავისით არ გამოჯამრთელდა, ექიმის მოყვანაზე ან მედიკამენტების შეძენაზე ოცნებაც არ შეიძლება. წამალი რომ იყოს კიდეც მოსახლეობას მისი ყიდვა არ შეუძლია. პენსიები და ხელფასები ზოგან წელიწადზე მეტია არ დაურიგებიათ. ხშირად ევროპასურ მედრებით უმჯობესია ეს შედარება გზებისა და სოციალური ყოფის მოწესრიგებით დავიწყო. შავხევსურეთის სოფლებში ამჟამად სინათლეს ვერსად ნახავთ, მაგრამ იყო დრო, როცა ამ კუთხეს დენი მაღალი ძაბვის ანძებით მიეწოდებოდა. დაიგრა გზების მის გამო. დაიგრა როგორც ხედავთ ანძები. დაიგრა იქ მინერალური წყალი. მშენებლობა რომ იყო და ჩამოსხმა მიმდინარეობდა იქ. აღარც ისა ფუნქციონირებს. და რამდენი ზარალია სახელმწიფოსათვის და ხალხისათვის. ეს არის ამ რა ქვია გამოყოლებული იოლიმაზე, ზეგი ადვილიმაზე ამ დაბლა ამ ჭალაზე და სადაც ამას ესენი ქონდა პროექტები ქონდა, სადაც ისენი ყო რო იქ არ წყალი მივიდა და არ ზვა ვერაფერი, იქ არ გაკეთდა და კაი წაიგებდა ამ არასისამე. აქ ერთი ამზე კი არა წაღებული, იქ რამდენადზეა წაღებული? აგეგზა დაგეგმილი ყო. აი ეს რატომ არის გადარჩენილი? ის გადარჩენილი ის კაი ადგილზეც გაიქცა. დავან ადგილზეც და იქ წყალი არ მევა და ასე თუ გაგზელთ ეს სოფლები თუ დაგვეცლება, ნასოფლარებია ჯერ ისედაც ბევრი. აი 34 წლის აღწერით მაკალათემრო და სერგი მაკალათს აღწერით ფშავში 3700 კომლი ცხოვრობდა თურმე. ხო და აი ახლა წინა ფშავში და უკანა ფშავში სულ რამდენი იქნება დაახლოებით 450 კომლი გადარჩა. და თუ ესე გაგზელდა დაახლოებით 20-30 წელიწადში რა ნასოფლარები დარჩება სულა. 98 წელში ჩვენ საკრებულოში არც ერთი ქორწინების რეგისტრაცია არ მომხდარა და აი კვარტალი უკვე ჩამთავრდა ამ წლის 99-ის და გარდაცვალება გვაქვს დაუშვათ 5 და დაბადება არის მხოლოდ 1. ესაც მეგვინიშნებს რომ მიგრაცია არის გრძელდება და ალბათ უფრო შეიძლება უარესი შედეგი იქნას. იმიტომ რომ არ აქვს ახალგაზრდებს არავითარი საშუალება რომ ან ახალი ოჯახი შექმნას ან შვილების გამრავლებაზე იფიქროს, ერის გამრავლებაზე იფიქროს და ეს ალბათ ძალიან ცუდ შედეგს მოგვიტანს ბოლოს. საქართველოში შექმნილმა მძიმე სოციალურმა პირობებმა სრულად მოშალა და დაარღვია ადამიანის ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების პირობები. ამის მკაფიო მაგალითია ტყეების ბარბაროსულად გაჩეხვა და მერქნის საზღვარგარეთ გატანა. ხელისუფლების გულნელი დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ ხალხში გარკვეულ ეჯებსაც აღძრავს, მაგრამ ამ მოვლენის მთელი ტრაგიზმი ისაა, რომ ადამიანთა უმრავლესობას ვერც კი გაუცნობიერებია ის კატასტროფული შედეგები, რაც ტყეების დღევანდელ განადგურებას მოყვება. ყოველივე ამას თუ გრანდიოზულ მშენებლობების შედეგად შეცვლილ კლიმატს, დამახინჯებულ ლანდშაფტებს, ეროზირებულ ნიადაგებს, განადგურებულ წყალწაღებულ სავარგულებს და მოსახლეობაში გაჩენილ სხვადასხვა დაავადებებს დავუმატებთ, ცხადი გახდება რაელის საქართველოს ახლო მომავალში. გული მткиვა კაცო, გული მткиვა. ბოლო საცა უნდა წავიდე მე სააქაოდან და როგორ შეიძლება ესე ცხოვრება კაცო? ბიჭო, რას არ გვიჭირდა კაცო, როგორ არ გვიჭირდა კაცო? ომი იყო. იმედი მქონდა მაინც. ომი იყო კაცო. მომალე წმენა მქონდა კაცო, ომი იყო. არ მომკვლა და შიმშილით არავინა. მეც მოდა მჯეროდა რომ ომი რო იყო, ვიღაცა მაინც ჩემი ფარველი იყო. გამიჭირდებოდა მივიდოდი ვეთყოდი რომ აი მშიერი ვარ, გამომიწერავდნენ 2 კილოგრამი იყო თუ 3 კილოგრამი იყო, მაძლევდნენ. და სული გვედგა. როცა არ იყო არაფერი და ეხლა გქონდა და სად გააქრეს ამოდოლა კაცო? სად შეჭამეს კაცო? სად შეჭამეს ეს ჩვენი დაგროვილი დოვლათი კაცო? ეს ხო ჩვენი დაგროვილი დოვლათი იყო კაცო? სად შეჭამეს? სად წაიღეს კაცო? ვის მისეს კაცო? ეს მთავრობაა კაცო? ეს არის ჩვენი სიკეთე კაცო. სულ რასაშვებიან კაცო, გასაკვირვალია რატო შვებიან ეგრევე. დაბინდება თუ არ დაბინდება კი არა ერთი აი სამთარში 7 საათი არ არის როცა გამორთავენ იმას შუქს. ზოგჯერ პირში გამიხედება კი უკმარო და გაქრება კაცო. მე ნოთით გავდივარ შიულას რა. და რატომ აშვებიან ეგრევე? იმ დროს როცა საქონლის მოვლისია, როცა ხალხი დასვენებულია და პურს საჭმელად დასხდებიან, მაშინ გამორთავენ და როცა ხალხს ძინია, რავი, რამ დროს 12 საათზე, 2 საათზე, მაშინ შეშთავენ და რა უნდა მაშინ არ ვიცი. რასაკეთებენ მაშინ.
ეხლა რატო იმიტომ ეხლა ისეთი ხალხია უჭირო ხალხი იყო უწინ იყო კაი ხალხი შვინდისი ჰქონდა ნამუსი ჰქონდა ეხლა მამა ძაღლობა რას გამოძალვაზე არის ხალხს აბა სათავეში რომ ჯიბგირი იყოს კაცო აბა იქ კაი ხალხი იქნება დღეისათვის და ხვალისათვის ნასოფლარი ნაქალაქარი ნაქართველარი და აღარავინ არ დარჩება მხეობაში ბატონი და პატრონი ნაცვლად იმისა რომ იყო ლოზუნგი რომ თას დაუბრუნდა მთიელიო წარმოიშვა ახლა ლოზუნგი რომ თიდან გაიქცა მთიელიო ბავშვები რატო არ არიან? ბავშვები იმიტომ არ არიან, რომ სკოლა 90-იანი წლებიდან ეს აღარ არის უკვე შენობა დარჩა მარტო. სკოლა არ არის, მასწავლებელი არ არის. წავიდნენ ქალაქში, წავიდნენ რაიონში, წავიდნენ იქ სწავლობენ. ის ამბულატორია იყო. ექიმი არ აკვავს, ექთანი არ აკვავს. აი ესეო თუ პატრონო და აქ უპატრონოდ მიტოვება არ შეიძლება არაფრის არ. ერთ-ერთი როგორც მიტოვებული მხარე ისია ეს მხარე, თითქოს უპატრონოდ უყურადღებოდ. ეს მხარე, ეს კუთხე არის სასაზღვრო ზოლი. აქ უნდა იყოს ნებისმიერი განვითარების სტრუქტურა უნდა მუშაობდეს. ეს ხალხი ვინც აქ არის, ესენიც დატოვებენ აქაურობას, წავლენ და დარჩება აქ იმდენი უამრავი ნასოფლარებია, შემოივლე ამ მთებში ყველგან სოფლები იყო. აი იმ ხეობაში, აი იმ თემში მაგალითად არა, 10-15 სოფელი იყო. და თითოეულ სოფელში ცხოვრობდა 15-20 ოჯახი. ეხლა ერთი სოფელია და აქ ცხოვრობს 8-9 ოჯახი. ესენც მიატოვებენ და ესაც ნასოფლარად ისე იოლად გადაიქცევა ნასოფლარად ეს სოფელი. როგორც სხვა სოფლები გადაიქცენ ნასოფლარებად.